გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ტელედებატების ფორმატი ჩემთვის საკმაოდ მიმზიდველი იყო, როდესაც ეს გადაცემები პირველად გამოჩნდა ჩვენს ტელევიზიებში. თუმცა დროთა განმავლობაში მადამი ინტერესი გამინელდა. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ უკვე გადაცემის დასაწყისშივე ცნობილი იყო, ოცნების მხარე დიდი ანგარიშით მოუგებდა თავის ოპონენტებს. ანუ ინტრიგა დაიკარგა და ამიტომაც არის რომ ამ ბოლო დროს გასილებით იშვიათად ვუყურებ დებატებს. ფრაგმენტულად თუ შევავლებ თვალს და შედეგი ყოველთვის იგივეა. კობახეთის გუნდი უფრო ძლიერი და არგუმენტირებულია, ვიდრე მისი მოწინააღმდეგე მხარე. რასაკვირველია, ირაკლი კობახიძე ამ ამბავში მართლა გროსმაისტერია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მას ყველა კითხვაზე აქვს პასუხი. თუმცა ყველა კითხვაზე პასუხის ქონა ბუნებაში შეუძლებელია, მაგრამ ასეა თუ ისე იმ კითხვებზე, რომლებსაც მას უსვამენ, 100-დან 95 შემთხვევაში ჩემი აზრით დამაჯერებელი პასუხი მოეპოვება. კობახიძე იმდენად მომზადებულია ხოლმე, რომ მეფიქრება იქნებ კითხვები წინასწარ იცის მეთქი. თანამედროვე პოლიტიკა ხომ სპექტაკლივითაა. მე ახლა არამხოლოდ ჩვენს, არამედ სოფლიო პოლიტიკაზე ვლაპარაკობ. ამასინათ ისიც კი მოვისმინე, რომ თურმე სრულიად შესაძლებელია თეთრ სახლში ზელენსკისა და ტრამპს შორის მომხდარი ცნობილი ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი და დადგმული ყოფილიყო, რათა რუსები დაებნიათ და ეფიქრათ თითქოს ტრამპსა და ზელენსკის შორის დიდმა შავმა კატამ გაირბინაო. ჰიპოთეტურად შემიძლია ამ ამბის დაჯერება, მაგრამ რადონის მსახიობები უნდა ყოფილიყვნენ ტრამპი, რუბიო, ვენსი, ზელენსკი გასაგებია მსახიობები, მაგრამ ყველა ხომ ვერ იქნება ზელენსკისავით ნიჭიერი. მთელი სამყაროს წინაშე ასეთი სცენა დამაჯერებლად რომ გაეთამაშებინათ და პუტინი დაერწმუნებინათ თითქოს იქ რაღაც მისთვის სასიკეთო ხდებოდა. რასაკვირველია, უკრაინისთვის ძალიან მომგებიანი იქნებოდა კრემლს რომ ეფიქრა ტრამპსა და ზელენსკის შორის უთანხმოებაო. კრემლი ცოტა მოდუნდებოდა, ამ დროს კი ზელენსკი ძალებს მოიკრებდა და ამერიკის მეშვეობით ყირიმსაც დაიბრუნებდა. მოსკოვსაც კუტუზოვივით გადაწვავდა და ვოლგოგრადს ბანდეროლოგად გადააქმევდა. ახლა სადღაც ძალიან შორს წავედი. მე კი იმას ვამბობდი, რომ ყველაფერი შეიძლება დადგმული იყოს მეთქი, თუმცა ირაკლი კობახიძე არ გავს იმ ადამიანს, ვინც წინასწარ გაწერს, მაგალითად იაგო ხუჩიასთან, ან ვინმე სხვასთან მომდევნო დებატების კითხვა-პასუხის სცენარს. ხომ შენიშნეთ მეგობრებო, რომ ოპოზიციის მხრიდან ამ სადებატო გადაცემებში სულ ერთი და იგივე პერსონაჟები დაიარებიან. რასაკვირველია შენიშნეთ. ვიღაცა მითხრა მძიმეწონიანი რადიკალები უარს ამბობენ დასანქცირებულ ტელევიზიებში სიარულზე, მაგრამ განა საზოგადოებრივი მაუწყებელიც დასანქცირებულია? იქ მაინც რატომ ვერ ხედავთ, მაგალითად ნიკა გვარამიას, სალომე ზურაბიშვილს, გიორგი ბარამიძეს, ნუგზარ ციკლაურს. აუ, სად გამახსენდა ნუგზარ ციკლაური, არა? ისე სადაა ნუგზარ ციკლაური? რატომ ვიკითხე, არ ვიცი, ვითომ ძალიან მაინტერესებდეს. სადაც არის და როგორც არის, მთავარია კარგად და ჯანმრთელად იყოს, სხვა მე მისი არაფერი მაინტერესებს. მგონი არც ჩაუძირავი შალვა ნათელაშვილი მინახავს ამ დებატებში. ისე კი კარგი მოსასმენი იქნებოდა შალვა ნათელაშვილი კობახიძის ან პაპუაშვილის წინააღმდეგ. ამ ყველაფერს რატომ ვამბობ, მეგობრებო? იმიტომ რომ მე მინდა პაექრობა, დისპუტი და ვერბალური პიკირება ერთ წონით კატეგორიაში ხდებოდეს. მაგრამ როდესაც ვინმე ნიკა ჩიტაძე ყველა გადაცემაში პიონერივით დადის, ყველა დისპუტში იღებს მონაწილეობას, რაც თავარია ყველგან აგებს და მიუხედავად ამისა კვლავ მიდის ახალ გადაცემებში წასაგებად, აი ეს მომენტი უკვე მომაბეზრებელი ხდება. ახლა დებატების ორგანიზატორებს მივმართავ. დებო და ძმებო. არ გეჩვენებათ, რომ ნიკა ჩიტაძესნაირი ადამიანების მოწვევით დებატების სიმძაფრე, აქტუალურობა და ენერგეტიკა თავის ხიბლს კარგავს და უფრო კომიკური ჟანრის ელფერს იღებს.
კი სხვები არ მოდიან, არ უნდა დებატებში მონაწილეობა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერის გამოჩენა ასიამოვნებს თქვენს ერთგულ მაყურებელს. ერთი წამით არ გეგონოთ დებოდა ძმებო, რომ ჭკუას გასწავლით ან უცხო მონასტერში ჩემი წესდებით ვცდილობ შეხწევას, მაგრამ კეთილი გულით გეუბნებით, ცოტა უფრო სერიოზული პირები მოიწვიეთ ხოლმე. დავიჯერო ნიკა ჩიტაძეზე სერიოზული არავინ გთანხმდებათ გადაცემაში მონაწილეობაზე. მასზე გაბრაზებაც კი ცოდვა იქნებოდა. დავინტერესდი ჩიტაძეს რა რეგალიები აქვს მეთქი და აღმოჩნდა რომ ის ყოფილა კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკის, მსოფლიო პოლიტიკის, ენერგოუსაფრთხოებისა და სტრატეგიული საქმეების სპეციალისტი. რამდენ დარგს ზიდავს ეს ნიჭიერი კაცი, ჰა? მაგას ისეთი პირი უჩენს, რომ მუსიკოლოგიაც, ფოტოხელოვნებას და ოფსეტური ბეჭდვაც კარგად ეხერხება, ისევე როგორც ენერგოუსაფრთხოების საკითხები. გარდა ამისა, ის თურმე რამდენიმე უნივერსიტეტში ლექციებსაც კითხულობს და საერთაშორისო კვლევის ცენტრის დირექტორიც ყოფილა. ასევე როგორც ერთ-ერთ გადაცემაში მოვისმინე, 15 წიგნის ავტორიც აღმოჩნდა. საინტერესო ვინმე სულიერი არსებობს, ვისაც მისი წიგნები აქვს საკითხული კორექტორის გარდა. თუმცა დღეს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კორექტორიც აღარაა საჭირო. ხო და ნაკლები ნიკა ჩიტაძე დებატებში, თორემ ტელევიზორს საბოლოოდ ახოტა და რიბალკაზე გადავრთავ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.